Koalitsiyis სახელით მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების ბოლოდროინდელ საბოტაჟს ჩვენი დასავლელი მეგობრების წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ამერიკის ელჩის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან, რომელმაც ცხადად გამოაჩინა თუ როგორ მოქმედებს ქართული ოცნება და რა განზრახვები აქვს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამერიკის ელჩის ინტერვიუდან ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული ოცნება ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანას, რომელიც 30 წელზე მეტია დგას საქართველოს გვერდით, იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანა, რომელიც არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა და რომელიც იყო ჩვენი პარტნიორი, რომელთანაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დღეს გაუქმებული არის. Am ინტერვიუდან ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკაში ბიზნესები, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში ინვესტიციების შემოტანას, გაუქმებულია და გაჩერებული არის. ანუ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მარტო იზოლაციაში და პარალელურად აკეთებს ალიანსებს ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან. ეს არის ცალსახა საბოტაჟი, რასაც ქართული ოცნება მიმართავს. Paranoia, რასაც ივანიშვილი მიყვება, ზუსტად გამოისახება იმ წერილში, რა წერილითაც მიმართა ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას და წერილი, რომელზეც საუბრობდა ასევე ქალბატონი ელჩი დანიგანი, რომელიც იყო ღიად შეურაცხყოფელი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის თავდასხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, გერმანიის ელჩზე, ბრიტანეთის ელჩზე და ეს თავდასხმები არ არის კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმა, ეს არის სახელმწიფოებზე თავდასხმა. გერმანია, რომლებიც წლების მანძილზე ასევე საქართველოს პარტნიორი იყო, ბრიტანეთი, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოს პარტნიორი იყო, გახდა ქართული ოცნების თავდასხმის ობიექტი და დღეს რომ ჩვენი სახელმწიფოები და ჩვენი ძალა არის ევროპა და ამერიკა, სწორედ ამას აყენებს ქართული ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ და გვტოვებს მარტო რუსეთთან, გვტოვებს მარტო ირანთან და გვტოვებს მარტო ჩინეთთან. ჩვენთვის მთავარია ჩვენ შევინარჩუნოთ ძალა, რომელიც გვაქვს პროდასავლურ პარტიებს, რომელიც გაერთიანებული არის ერთი მესიჯის გარშემო და მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ისინი ყოველთვის დგანან ქართული ხალხის გვერდით და აძლიერებენ თავისუფლების მოყარე ქართველების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული